კლასიკა ავიღეთ, უფროსი შვილი, შუათანაშვილი და უმცროსი შვილი. შვილებს შორის არის აი როგორც ჩვენ საუბრობდი, გარდაცვლილი შვილები ან დედას გაკეთებული აქვს აბორტები. აი ამ შემთხვევაში რიგითობა როგორ განისაზღვრება სისტემაში ბავშვს? ქრონოლოგიურად. როგორც იყო ეს ნააბორტალი ბავშვი, ის არის ზუსტად რიგითი ის ნომერი, რომელიც არის. ანუ ვისაც გონია რომ მესამეა, შეიძლება იყოს მერვე? ხო. ანუ სულ ეს ცოცხალია თუ მკვდარი არ აქვს მნიშვნელობა, გარდაცვლილია, იმიტომ რომ აბორტი არის ჩვეულებრივი მკვლელობა. გააჩნია ეგ რა თვეში და როდის არის, იმიტომ რომ სხვადასხვა თემა არის, რაღაც გარკვეული პერიოდის მერე უკვე ანუ სიცოცხლის ასე ვთქვათ მოცილება არის და ხშირ შემთხვევაში ხშირად წარსულში ქონიათ რა 40 და ასე ვთქვათ აბორტები და წარმოდგენა არ აქვს რა ზიანს აყენებს ეს სისტემური და ამას ძალიან ზედაპირულად ეს ცივად შეიძლება უყურებდეთ და ძალიან დიდ გავლენას ახდენს შემდეგ თაობებს.